რომელსაც საქართველო მასპინძლობს და რომელიც საქართველოს თავმჯდომარეობის პირობებში გარდება. ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის 77 ასამბლეას PAPSEC-ის პლატფორმა აერთიანებს ჩვენი ქვეყნების საკანონმდებლო ორგანოებს, რაც ხელს უწყობს დიალოგს, თანამშრომლობას და ყველა საკითხის გაზიარებულ შესრულებას. თავმჯდომარეობის განმავლობაში ჩვენ მუშაობდით საპარლამენტო საშუალო თანამშრომლობის გაძლიერებაზე შავი ზღვის რეგიონში. PAPSEC-ი ყოველთვის წარმოადგენდა და წარმოადგენს საპარლამენტო თანამშრომლობის მნიშვნელოვან ქვაკუთხედს. დღევანდელი მისი როლი ყველაზე მნიშვნელოვანი არის. შავი ზღვის რეგიონი არის მნიშვნელოვანი გზაჯვარედინზე. მიმდინარე გეოპოლიტიკური საკითხების გათვალისწინების, ეკონომიკის განვითარების ფონზე, იმის გათვალისწინებით, რომ ტექნოლოგიური განვითარება ცვლის რეგიონს და გლობალურ წყობას და მაშინ როდესაც ორგანიზაციები ვერ ახორციელებენ მშვიდობის შენარჩუნებას, PAPSEC-ს აქვს უნიკალური შესაძლებლობა, რომ დავიცვათ ჩვენი საერთო ინტერესი ჩვენი ხალხის სახელით. საპარლამენტო ასამბლეები კონკრეტულად სენსიტიურებია თავიანთი მოქალაქეების პოლიტიკური სურვილებისადმი. ისინი უფრო ახლოს დგანან ხალხის მიერ მოთხოვნილი პრიორიტეტებისადმი. განსაკუთრებით ისეთ დროს, როდესაც გვაქვს გეოპოლიტიკური ცვლილებები 4 წლის წინ რუსეთ-უკრაინის ომის დაწყება პირდაპირ გავლენას ახდენს შავს ზღვაზე, რაც ხდის ამ რეგიონს პოლიტიკის ცხელ წერტილად. მიუხედავად ყოველივე ამისა, პოლიტიკამ უნდა შეასრულოს ხალხის ინტერესი და არა პირიქით. აქედან გამომდინარე, PAPSEC-მა ყურადღება უნდა მიაქციოს ყველა კავშირის გაძლიერებას, იქნება ეს პოლიტიკური თუ სხვა, კონექტიური დაკავშირება თუ სხვა, ანუ პირველ რიგში უნდა დააყენოს ხალხის ინტერესები. PAPSEC-მა გაახადა საკუთარი ორგანიზაციული მიზნის მთავარ მიმართულებად ეკონომიკური მიმართულება. საერთაშორისო ორგანიზაციები ხო, რომელსაც ამოძრავებს მოკლე ეკონომიკური ინტერესები, რომლებიც პოლიტიკას ხალხის ინტერესზე წინ აყენებს, თავისთავად ქმნის მშვიდობასა და სტაბილურობას. ეს არის ზუსტად ის, რაც იწვევს ეკონომიკურ სტაგნაციას, როდესაც ხდება ხალხის ინტერესების იგნორირება გეოპოლიტიკური წინსვლის საფასურად. ასეთი მიდგომა აღრმავებს ზღვარს ჩვეულებრივ ხალხსა და პოლიტიკებს შორის და გზას უხსნის პოლიტიკოსებს თუ სხვა ძალებს, რომელიც კიდევ აღრმავებს პოლიტიკურ პოლარიზაციას. დღესდღეობით ჩვენს რეგიონს აქვს ძალიან დიდი პოტენციალი, რომ გააძლიეროს საკუთარი როლი როგორც ჰაბმა და გააძლიეროს დაკავშირებადობა და შეასრულოს ჰაბის და ცენტრის როლი. ჩვენ მუშაობთ არა მხოლოდ გამოწვევებზე, ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, რომ ჩვენი კავშირები გავაძლიეროთ შუა დერეფანს, აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა. ტრანსპორტის ინფრასტრუქტურის, ლოგისტიკის ქსელების გაუმჯობესებით, ვაჭრობის ხელშეწყობით და მულტიმოდალური დაკავშირების განვითარებით ჩვენ შეგვიძლია გავხატოთ ჩვენი რეგიონი უფრო მიმზიდველად და სანდო ადგილმდებარეობად. ყველა ქვეყანა, რომელიც ამ ასამბლეაში ხელს მონაწილეობას, ატარებს ამ ინტერესებს. აქედან გამომდინარე, ჩვენს წინ მიღწეული მშვიდობა აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის, სომხეთსა და თურქეთს შორის თავისთავად მნიშვნელოვანი სტაბილურობის მიღწევის შესაძლებლობას იძლევა. ამთვის დასაწყისში გაიხსნა ბაქო-ყარსის გზა, რომელიც სტრატეგიულად დააკავშირებს აზერბაიჯანს, საქართველოს და თურქეთს. ეს არის ცხადი მაგალითი იმისა, თუ როგორ შეუძლია პრაქტიკულად სწორად მართულ თანამშრომლობას უფრო უმაღლე ხარისხის დაკავშირებადობა რეგიონში.
ჩვენ ასევე ვხედავთ დიდ პოტენციალს რეგიონთან შორისო ურთიერთობებისთვის. მე როგორც პაპსეკის თავმჯდომარის მონაწილეობა მივიღებ სპიკერების პარლამენტთან თავმჯდომარეთა შეხვედრაზე ხმელთაშუა ზღვის რეგიონში. მე ღრმად მწამს, რომ ჩვენ როგორც საპარლამენტო ასამბლეამ შეგვიძლია გავაძლიეროთ თანამშრომლობა და უკეთეს შედეგები მივიღოთ ჩვენი მოქალაქეებისთვის. ძვირფასო კოლეგებო, ჩვენი დებატების მთავარი თემა არის ხელოვნური ინტელექტი და რეგიონული თანამშრომლობა. შავი ზღვის რეგიონისთვის ხელოვნური ინტელექტი ქმნის ახალ შესაძლებლობებს, რომ გაძლიერდეს რეგიონული დაკავშირებადობა, ხელი შეეწყოს ლოგისტიკას, ჭკვიან სატრანსპორტო სისტემებს, კატასტროფების მიმართ მდგრადობას და ზრდას. ამავე დროს ახალი ტექნოლოგიები ჩვენგან ითხოვს პასუხისმგებლიან მარეგულირებულ ნორმების დადგენას, რაც უზრუნველყოფს ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობას და დაცვას. ჩვენ როგორც პარლამენტარებმა უნდა შევასრულოთ გადამწყვეტი როლი, რომ საკანონმდებლო ნორმა, რომელსაც ჩვენ შექმნით, ხელს შეუწყობს ინოვაციებს, მაგრამ ამავე დროს დაიცავს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს და საზოგადოების ნდობას. საკუთრივ პრაქტიკების გათვალისწინებით ჩვენ შეგვიძლია ტექნოლოგიური პროგრესის როგორც კატალისტად გადაქცევა, რომელიც არ გარდაიქმნება დამატებითი გაყოფის საგანი. ქალბატონებო და ბატონებო, ჩვენი მომავალი თავისთავად ჩვენი ერთობლივი მუშაობით მნიშვნელოვანი წარმატების საწინდარი იქნება. დარწმუნებული ვარ, ჩვენი მუშაობა დაგვეხმარება მნიშვნელოვანი იდეების როგორც შემუშავებაში, ასევე ჩვენი ამოცანების შესრულებაში. გისურვებთ წარმატებას და თავისთავად ყველას მოლოდინია, რომ გვექნება პროდუქტიული და შინაარსიანი განხილვები. კიდევ ერთხელ უღრმესი მადლობა. პაპსეკის გენერალური ასამბლეის 67-ე სხდომას საქართველოს მასპინძლობს. თქვენ პირდაპირ ეთერში უსმენთ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა აპოშილს, რომელმაც პლენარული სხდომა გახსნა. დეტალებს უკვე მოგიყვებით 12 საათზე, ასე რომ ზუსტად 12-მდე გეშლებათ კურიერით.